მოგესალმებით ბატონო ნიკა, უპირველეს ყოვლისა, თუ შეიძლება შეხვედრის დეტალები ვიცით რომ შიდა საკითხებზეც მიმდინარეობდა მშელობა თქვენ რა საკითხები დააყენეთ ამ შეხვედრაზე და რა პასუხები მოვისმინეთ. უპირველეს ყოვლისა პირდაპირ გეტყვით რომ ძალიან ნაყოფიერი და ძალიან საინტერესო არა ჩემთვის როგორც ერთი პოლიტიკური ოპოზიციური თავი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის თანამედროვე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო იმაზე პროდუქტიული ვიდრე წარმომედგინა აი ამ ნაწილში ვარ ძალიან გულწრფელი ბუნებრივია დღევანდელი შეხვედრა და თავად ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში უკვე არის დადასტურებული ფაქტი რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია და ვიცე-პრეზიდენტი პენსი ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობას. მათი მხარდაჭერა ჩვენს მიმართ არის 100%-იანი. ეხლა ჯერი არის საქართველოს ხელისუფლებაზე. ნუ რავი შეეპარება ეჭირო ამერიკის ადმინისტრაცია ჩვენზე ნაკლებად ხედავს და გრძნობს რომ გააურებული განცდა აქვს ჩვენს ხელისუფლებას. ამ ხელისუფლებამ უნდა აგრძნობიოს ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებს რომ დიახ ისიც 100% მზად არის ითანამშრომლოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და იყოს სტრატეგიული პარტნიორი. იმიტომ რომ ეს არის ურყევინება ამ საზოგადოებისა და არც ერთ ხელისუფლებას არ აქვს უფლება გადახედოს ამ საგარეო პოლიტიკურ კურსს. კიდევ ერთხელ ვამბობ, არა მხოლოდ ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებულ შტატების, არამედ მთლიანად და ზოგადად მთელი ამერიკული პოლიტიკური კლასი არის ჩამოყალიბებული და კარგად გათვითცნობიერებული თუ რა ხდება ამ ქვეყანაში, ვინ არის რუსულ საქართველოს ომების მწარმოებელი, ვინ ემუქრება ჩვენს სუვერენიტეტს, ვინ ემუქრება ჩვენს დამოუკიდებლობას. ჩვენ თუ ვიქნებით მტკიცე ჩვენს პოზიციაში, დარწმუნებულად შემიძლია გითხრათ, რომ ეს ქვეყანა განვითარდება მნიშვნელოვნად და ამ ქვეყანას იქნება ძალიან დიდი ნათელი მომავალი. დიახ. ბატონიკა, თუ შეეხებოდა ამ შეხვედრისას საუბარი საკონსტიტუციო ცვლილებებს, ზეწოლა სასამართლოებრივია, ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრეთ, მათ შორის იყო საკონსტიტუციო ცვლილებები და ვისაუბრეთ იმაზე, რომ ერთპარტიული გადაწყვეტილებაა მიღებული და ქართული ოცნება თვითიზოლაციაშია და თავად მხოლოდ მას სურს, რომ მიიღოს ეს ცვლილება საკონსტიტუციო და მთელი ოპოზიციური სპექტრი, მთელი საერთაშორისო საზოგადოება, ვენეციის კომისია, საქართველოს პრეზიდენტი არის სხვა აზრზე, ანუ სხვა მხარეს, ბუნებრივია ამაზეც იყო საუბარი. საუბარი იყო ასევე უსაფრთხოებაზე, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი და ძალიან ტკინვეული საკითხი. აი აქ ზუსტად სადაც აი ხა ჩვენ ვდგევართ, აი აქედან სულ რაღაც 50 ასე ვთქვათ წუთის სავალ გზაზე დგას რუსული ტანკები და ბუნებრივია ამ გზას ამ საკითხს ჩვენ გვერდს ვერაუბრით, ვისაუბრეთ როგორც პოლიტიკურ უსაფრთხოებაზე, ასევე სოციალურ და ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე და უსაფრთხოება არის ის ქვაკუთხედი, რომელიც განაპირობებს ქვეყნის მომავალ განვითარებას. უსაფრთხოების გარეშე ბუნებრივია ამ ქვეყნის კეთილდღეობაც ვერ შეიქმნება, ვერც სამუშაო ადგილები შეიქმნება და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, ჩემო მეგობრებო და ძვირფასო მაყურებლებო, შეიძლება თქვენ გამოგჩათ, მაგრამ ჯერ კიდევ მაიკ პენსმა საქართველოში ვიზიტამდე ძალიან მკაფიო გზავნილები გააკეთა, რომელიც მაგალითად უკავშირდება რომ რუსეთი ცდილობს საერთაშორისო სამართლებრივად აღიარებული საზღვრების შეცვლას გამომდინარე იქიდან რომ მას სურს დაასუსტოს და ზიანი მიაყენოს სუვერენული ერების ინტერესებს. ეს ძალიან კარგად ესმის მაიკ პენს და ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას და ეს ქვეყანა ერთ-ერთი ვართ ასეთი ჩვენ, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში პრაქტიკულად საქართველოს მოქალაქეებს სტაცებენ საოკუპაციო ხაზიდან და სახელმწიფოებრივი საფუძვლები არის პრაქტიკულად მორღვეული და კიდევ ერთხელ აი დღეს ნამდვილად ისტორიული დღე არის, რომლის შედეგადაც ჩვენ მოვიმკით უახლოეს პერიოდში დადასტურდა, რომ ამ ქვეყანას არ უწერი არანაირი საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა. იმიტომ რომ აი ეს ხალხი, ვინც რუსთაველის გამზირზე ეხლა გადაადგილდება, ის ხალხი, ვინც ამ ქალაქში, ამ ქვეყანაში ცხოვრობს, არ დაუშვებს ერთი ცალკე აღებული ოლიგარქის ნებასურვილის, ასე ვთქვათ, მიხედვით ქვეყნის საგარეო პოლიტიკური თუ საშინაო პოლიტიკის გატარებას. ბატონიკა, თუ გქონდათ საუბარი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომელსაც ქონდა საუბარი ცალკე აღებულ მიხეილ სააკაშვილზე, როგორც ადამიანზე, რომელმაც გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები ამ ქვეყანაში და სახელმწიფო აქცია წარმატებულ სახელმწიფოდ და ზოგადად ის რომ ხელისუფლება დევნის პოლიტიკურ ოპონენტებს და რა ინსტრუმენტებს გამოიყენებს საამისოდ ამაზეც კონკრეტულად
მოქონდა საუბარი, მინდა დაგიდასრულოთ, რომ ბევრი ვისაუბრე ამ საკითხთან დაკავშირებით და თუ შეიძლება დავიტოვებ უფლებას, რომ მეტი ამ წუთას ამ თემის გარშემო არ ვისაუბრო. დიახ. და რა გიპასუხათ იქნებ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ და საზოგადოება მიცოდეთ რა გიპასუხათ მნიშვნელოვანია, მაგრამ უბრალოდ გოდიშის მოხდით, უბრალოდ არის საკითხები, რომლისგანაც თავის შეკავება უმჯობესია. ეხლა ჩვენ აუცილებლად მომდენო პერიოდში გავიგებთ, ნათლად დავინახავთ და ყველამ მივხვდებით თუ რა საუბარი შედგა. ბუნებრივია არის შეწუნებული ადამიანი ამ ჭრილში შეწუნებული ადამიანი, როდესაც იდევნება ქვეყნის პრეზიდენტი და ადგილი აქვს მაგალითად შურიზეებას, იმიტომ რომ ეს ხალხი ვინც დღეს ხელისუფლებაში არის, წლების განმავლობაში ოპოზიციაში იყო და ლამობდა ხელისუფლებაში მოსვლას, ეხლა მოვიდნენ ხელისუფლებაში და ამიტომ დევნიან ოპოზიციას. ეს ქვეყანას ვერ განავითარებს, ძალიან კარგად ესმის, მაიკვენს და როდესაც სახეზე ყავს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი დევნილი და საკუთარ ქვეყანაში ვერ ჩამოდის და ყავს ქვეყანაში ოლიგარქი, რომელიც სახლიდან მართავს პოლიტიკურ პროცესებს, რომელ დემოკრატიულ პროცესებზე საუბარი, რომ არაფერი თქვა საერთოდ ლიბერალურ დემოკრატიულ ღირებულებებზე.